მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩავწერ პირველ ვიდეოს, რომელიც იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები Cisco-s აპარატურის მოსაწყობად და რადგან ტერმინალების სამუშაო ბევრი თქვენგანისთვის არის უცხო, მე დღეს ამ მოკლე ვიდეოში გავაკეთებ პირველი ბრძანებების შესრულებას Cisco-s სიმულატორში, რასაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანზე, ეს არის Cisco Packet Tracer. შეგიძლიათ უფასოდ შეხვიდეთ, უფასოდ დაკაჩოთ Cisco-s ოფიციალური გვერდიდან და გამოიყენეთ. Რა თქმა უნდა, შეიძლება ავტორიზაციის გარეშე ამ პროგრამის გამოყენება, მაგრამ აქ შენახვის პროცესში შეგექმნებათ პრობლემა და ფაილი შეინახავთ მხოლოდ სამჯერ და შესაბამისად თუ რამე რთული პროექტის მოწყობა მოგიწევთ, საბოლოო ვერსიას ფაილის შენახვისას ვერ მოახერხებთ. ამიტომ ჯობია რომ შეხვიდეთ და რეგისტრირდეთ Cisco-ზე უფასოა და გექნებათ გამოიყენებთ ამ პროგრამას. დავიწყოთ და პირველი ნაბიჯები არის ის, რომ ჩვენ უნდა Excel-ში შემოვიტანოთ ერთი switch-ი. Switch-ის შესახებ ინფორმაცია ალბათ უკვე იცით, ეს არის შემაერთებელი ჩვენი ლოკალური Excel-ის, ეს არის მეორე დონის მოწყობილობა, სადაც Mac მისამართები მუშაობს ხოლმე. დავიმახსოვროთ, რომ switch-ის პორტებზე, როგორც თქვენ ასე ეძახით, მის შესაერთებელ პორტებს, მის ინტერფეისებს ასე უწოდებთ ჩვენ. მის ინტერფეისებზე IP მისამართს ვერ დანიშნავთ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეს არის layer 2 ტიპი, ანუ მეორე დონის data link layer-ის მოწყობილობა და მასში მისამართების ხრივ გამოიყენება მხოლოდ Mac მისამართები და switch შეუძლია შეინახოს თქვენი კომპიუტერების ან ნებისმიერი მოწყობილობის, რომელიც შეერთებულია switch-ზე, მათი Mac მისამართი. გავაკეთოთ ძალიან მარტივი ქსელი. ამ ჩვენ switch-ზე შევაერთოთ ორი პერსონალური კომპიუტერი, ნახეთ, საიდან ვირჩევ პირველ რიგში მოწყობილობას, ქვევით მარცხენა მხარეს არის ჯგუფები, თითოეულ ჯგუფში ქვევით განლაგებული არის შესაბამისი მოწყობილობები. ნახეთ, პირველი ქსელური მოწყობილობები, end devices, client მოწყობილობები, ეს არის ცალკეული ბარათები, ეს არის ქსელები, ეს არის ფოლდერები, ღრუბლები და ასე შემდეგ. ჩვენ გვჭირდება ქსელის მოწყობილობები, ქვევით განყოფილებაში, switch-ს ამოვარჩიოთ პირველივე მოდელის switch-ი და გადმოვწიოთ ეკრანზე და ასე დაждდება. ეხლა ჩვენ შევაერთოთ მასზე ორი კომპიუტერი. ნახეთ, გადავდივართ end devices, გამოვიტანოთ ორი კომპიუტერი და დავიწყოთ შეერთება. ეხლა გვჭირდება უკვე კაბელები, ანუ შემაერთებელი მედია, გადავდივართ აი ამ ISRI-s პიქტოგრამაზე, ამოვარჩიოთ copper straight through ასეთი ტიპის შემაერთებელი კაბელი. შევუერთოთ კომპიუტერს და აქვე გამოჩნდება კომპიუტერის ქსელის ადაპტერი, ქსელის ბარათი, რომელიც არის 100 მეგაბიტიანი და შესაბამისად ქვია Fast Ethernet და მისი ნომერი 0. შეერთება მოხდა, ეხლა დავაწყაპოთ switch-ზე და აქაც გვაქვს, ნახეთ, 24 ინტერფეისი. ეს 24 ინტერფეისი არის 100 მეგაბიტიანი და შევაერთოთ რომელიმეში. დავიმახსოვროთ ნუმერაცია 0-დან 24-მდე. ამას პლუს გვაქვს კიდე 2 გიგაბიტი გამტარობის ინტერფეისი, მაგრამ რადგან ჩვენი კომპიუტერი არის 100 მეგაბიტიანი, აზრი არ აქვს რომ ტყუილად გავხარჯოთ მაღალი გამტარობის switch-ის ინტერფეისი. ამოვარჩიოთ პირველივე ინტერფეისი, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ინტერფეისებს თქვენ უწოდებთ პორტებს და მე ახლა უწოდებ ინტერფეისებს, იმიტომ რომ მისი მართვა და კონტროლი შემიძლია და შიგნით რაღაც პროგრამული უზრუნველყოფა იქნება ჩაურელი. ამოვარჩიოთ პირველი ინტერფეისი და ასევე მოვიქცეთ მეორე კომპიუტერისთვის, ავიღოთ კაბელი, შევაერთოთ კომპიუტერის ინტერფეისზე, ანუ ქსელის ბარათზე და შევაერთოთ switch-ის და დავაკვირდეთ ნუმერაციას. ნახეთ, ნომერი პირველი გაქრა, იმიტომ რომ უკვე გამოყენებულია პირველი კომპიუტერისთვის, რომელიც ჩვენ მარცხენა მხარეს მივაბით switch-ზე. შეერთება მოხდა, საინტერესო მომენტია. კომპიუტერების მხარეს კაბელის გამწვანებულია, switch-ის მხარეს შეერთება არის ჯერყვითელი, ეს იმიტომ რომ ინტერფეისებს იმისთვის რომ ჩაერთოს სჭირდება განსაზღვრული დრო. ეს არის დაახლოებით 50 წამი, მაგრამ სიმულატორში რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია აი ამ ღილაკის გამოყენებით ეს დრო ავაჩქაროთ. ნახეთ, გამწვანდა ყველაფერი. შეერთება მოხდა და ეს კომპიუტერები ახლა აი ამ switch-ს ესაუბრებიან Mac მისამართის დონეს და შეერთებისთანავე ჩვენმა switch-მა შეინახა ამ კომპიუტერების Mac მისამართები და რა თქმა უნდა იცის რომელი ინტერფეისზე რომელი კომპიუტერია შეერთებული. ჩვენი დღევანდელი ამ მოკლე ვიდეოს დანიშნულებაა რომ შევასრულოთ ძალიან ელემენტარული ბრძანებები, რომელიც ყოველთვის საჭიროა იმისთვის რომ დავიწყოთ ჩვენი მოწყობილობების მართვა. დავაწყაპოთ switch-ზე
გადავიდეთ CLI, ანუ command line input და აქ გამოგვიტანს ტერმინალის პანჯარას, სადაც ჩვენ შეგვიძლია ბრძანებები შევიტანოთ და ეს ბრძანებები შესრულდება switch-ზე. მე ხა ინტერნეტ ჩამოდივარ, რომ ეკრანი გავასუფთავო. შეხედეთ, როცა შევდივართ ამ switch-ის CLI-ში, ანუ command line-ში, ჩანს switch-ის ქარხნული default სახელი და ჩანს ის არის. აი ამ დონეზე ჩვენ switch-ის კონფიგურაციაში ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ამიტომაც უნდა გავააქტიუროთ სპეციალური ინტერფეისი, რომელიც რაღაც ბრძანების შესრულების უფლებას მოგცემს. პირველი არის enable და დავაკვირდეთ რა მოხდა, ნახეთ, ის არის შეიცვალა DS-ით. ახლა შემიძლია შევასრულო ძალიან მარტივი ბრძანებები, რომელიც საშუალებას მომცემს, რომ დავათვალიერო switch-ში აღწერილი პროცესები, რაც ახლა switch-ში მიდის, ის პროტოკოლები, რომელიც დააკონფიგურირა ადმინისტრატორმა, ნებისმიერი ქმედება, რაც კი switch-ში შესრულებულია, შემიძლია დავათვალიერო და switch-ის დათვალიერება ხდება ბრძანებით show run. ეს არის შემოკლებული ვერსია, ბრძანების სრული ვერსია არის show running config, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოკლედაც დაწეროთ show run. რა თქმა უნდა, ბრძანება შესრულდება და გამოვიდა ასეთი დიდი ტექსტი, space-ით, ღილაკით space-ით შეგიძლიათ გადაფურცლოთ და ბოლოში გავა ტერმინალი. ამის დათვალიერებას და შესწავლას დეტალურად, რა თქმა უნდა, ჩვენ ნელ-ნელა ვისწავლით. ეხლა უბრალოდ მარტივი ბრძანებები გავაკეთოთ და ჩვენ switch-ს მივანიჭოთ სახელი და აგრეთვე switch-ი დავკეთოთ პაროლით ან სეკრეტით. მათ შორის განსხვავებასაც ვნახავთ, რა განსხვავება ახლა ორი ვარიანტი switch-ის დაკეტვის და რა უნდა გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, რომ მივახციოთ აი ამ დონეზე მაქსიმალურ უსაფრთხოებას, რომ switch-ი არავინ გაგვიტეხოს. იმისთვის, რომ შევძლოთ კონფიგურაციის გაკეთება, საჭირო გადავიდეს შესაბამის კონფიგურაციის დონეზე, რომელიც უნდა შესრულდეს ბრძანებით configure terminal. ბრძანების დაწერისას მე შეგენებულად ვაკეთებ პაუზას, რომ თქვენ შეძლოთ ამ ბრძანების გადატანა თქვენს ბლოკნოტში, რომ გქონდეთ ჩაწერილი. ეხლა დავაკვირდეთ, ნახეთ რა არის. აქ წერია switch-ი, არის DS-ი. და დავიმახსოვროთ, ამ დონეზე ხდება მხოლოდ დათვალიერება კონფიგურაციის. ეხლა რომ გადავალთ configure terminal-ში, შეიცვლება ჩემი ტერმინალის მონაცემები და დაეწერა switch-ის სახელი და ფრჩხილებში ის დონე, სადაც ვარ გადასული. ეხლა ვარ კონფიგურაციის დონეზე. პირველი ბრძანება. მოწყობილობის სახელწოდების ცვლილება, ეს არის host name ეს არის host name, ეს არის მისი არგუმენტი. აქ შეგიძლიათ ნებისმიერი სახელი მიანიჭოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, სახელი უნდა იყოს ერთი უწყვეტი სიტყვა, უფრო ტექნიკურად რო გითხრათ, უწყვეტი string-ი უნდა იყოს და თუ მაინც გვჭირდება ორი სახელისგან შედგენილი კომპონენტი, გამოყოფ ქვედატირით და შემიძლია კიდე მეორე სახელი დავიწყო. საერთო ჯამში უწყვეტობა უნდა იყოს დაცული. როგორც კი მე ახლა ტერმინს enter-ს ხელს დავარტყავ, აი ეს switch-ი შეიცვლება ახალი სახელწოდებით. ლოგიკურ სახელს ვაძლევთ ხოლმე ყოველთვის ქსელში და ამიტომ მოდით დავარქვათ SV1, ანუ SV1, ანუ switch 1. ნახეთ, default სახელი switch-ი შეიცვალა SV1-ით და შემდეგი ბრძანება. ეხლა მოვახდინოთ აი ამ switch-ის დაკეთვა password-ით. ბრძანებით enable password. და ჩვენი პაროლი 1 2 3 4. რა თქმა უნდა ხვდებით, რომ 1 2 3 4 ეს არაა სერიოზული პაროლი, მაგრამ სასწავლო მიზნებისთვის მარტივად აღსაქმელი რო იყოს, ჩავწერე 1 2 3 4. პაროლი დაედო და გავსინჯოთ მუშაობს თუ არა პაროლი. გავიდეთ ერთი დონით ქვევით, ანუ გარეთ, ანუ DS-ის დონეზე, exit. კიდევ გავიდეთ exit-ით და დაუბრუნდეთ switch-ის საწყის გამორებას, როგორც იყო თავიდან. ვეცადოთ ახლა switch-ში შესვლა, ისე ვის ეტაპები გავიაროთ, რომელიც ზემოთ მოგვიწია. Enable. და შეხედეთ რა მოხდება, switch-ი მთხოვს უკვე passwords. აქ უნდა შევიყვანო 1 2 3 4 და დაიმახსოვრეთ, რომ ტერმინალში როდესაც passwords ან secrets წერთ, აქ არაფერი არ იბეჭდება და გეგონოთ, რომ თქვენი კლავიატურა ან პროგრამა გაიჭედა უბრალოდ დაცვის მიზნით სიმბოლოების რაოდენობა, როდესაც პაროლი შეგყავთ ტერმინალში არ ჩანს. დავაჭიროთ enter-ს ხელი და ნახეთ პაროლის შეცვლის შემდეგ შევიდა enable დონეზე, მაგრამ აქ გვაქვს ერთი ხარვეზი. მოდით შევამოწმოთ
ჩემი switch-ის კონფიგურაცია. show run. როგორც წეგან გავაკეთეთ ზევით. და აქ მაქვს ხარვეზი, რომ ჩემი პაროლი ასე დაუშიფრავის სახით ჩანს და ასე არ შეიძლება Excel-ში რომ ყავდეს კონდეს შეტევა და გაასკანიროს ვინმე ჩემი აპარატური მოწყობილობა, რა თქმა უნდა, პაროლი 1234 ხელის გულზე ექნება და შესაბამისად ჩვენს მოწყობილობას გატეხენ. ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა მოვახდინოთ აი ამ 1234-ის დაშიფრვა თვითონ switch-ის საშუალებით და მერე ეს გავაუქმოთ და კიდევ უფრო უკეთესი დაცვა დავუყენოთ ჩვენს switch-ს. იმისთვის რომ ქმედება გავაკეთოთ ანუ კონფიგურაცია, გადავიდეთ კონფიგურაციის დონეზე, configure terminal. და დავშიფროთ ჩვენი პაროლი 1234. Service password encryption. შევამოწმოთ, როგორ გამოიყურება ახლა ჩვენი პაროლი. როგორც ნახეთ, exit-ით გამოვედი ენერგიებზე, მე გასწავლით, როგორ შეიძლება ნებისმიერ დონიდან ნებისმიერი ბრძანების შესრულება. ახლა ჯერჯერობით უკან დავიხიათ, რომ დიეზის დონეზე გავიდეთ და გავიმეოროთ ბრძანება show run. როგორც ხედავთ, 1234 უკვე აღარ ჩანს და ასეთ დაშიფრულით სახით არის წარმოდგენილი. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მაღალი შიფრაციის კოდი დავაყენოთ შესასვლელად. გავაკეთოთ configure terminal, დავუბრუნდეთ კონფიგურაციაზე და გავაუქმოთ ჩვენი enable password. ნებისმიერი ბრძანება, რომელიც შესრულებულია, შეგვიძლია ეს ბრძანება გავაუქმოთ, ოღონდ ბრძანებას წინ უნდა დაუწეროთ სიტყვა no. No enable password. Password-ი უკვე გაუქმებულია და ახლა დავაყენოთ უკვე შედარებით მაღალი დონის დაშიფვრის პაროლი. Enable secret 1234. შევამოწმოთ როგორ გამოიყურება ჩვენი სეკრეტი. Show run. შეხედეთ ეს არის უკვე სეკრეტის დონის დაშიფრვა, იგივე 1234-ია. ეს იყო password-ის დონის დაშიფრვა. ალბათ ხვდებით, რომ განსხვავება შიფრაციის სიღრმეში ძალიან დიდია და უკეთესი იქნება, რომ დავაყენოთ enable secret. ორი ბრძანება გავიარეთ. ეს იყო სახელის ცვლილება და ეს იყო პაროლის დადება ან სეკრეტის დადება ჩემს switch-ზე. გავაგრძელოთ. ეხლა ეს ბრძანებები ჩვენ უკვე გავაკეთეთ, მაგრამ საკმარისია switch-ი გამოვაძროთ კვებიდან და იქ კონფიგურაცია აუცილებლად დაიკარგება, ამიტომაც საჭიროა რომ ჩვენს მიერ შესრულებული ეს ბრძანებები, რომელიც აი ამ სესიაზე მოვახდინეთ, დავაფიქსიროთ, ანუ როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, დავასეივოთ. გავიდეთ დიეზის დონეზე და არის ბრძანება write memory. ნახეთ, დამეთანხმა რომ დასეივდა კონფიგურაცია, ეხლა რომ დავარესტარტო, არაფერი არ დამეკარგება. დავწერე write memory, write memory-ის შემოკლებული ვერსია იქნება write WR. როგორ მოვიქცეთ? თუ ვარ კონფიგურაციის დონეზე და ამ დროს მჭირდება დასეივება. მე რო გავაკეთო write, ან გავაკეთო write memory, რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში switch-ი მაძლევს შეცდომას, იმიტომ რომ არ ვარ შესაბამის დონეზე. წეგან write გავაკეთე დიეზის დონეზე. ეხლა ვარ კონფიგურაციის დონეზე. იმისთვის რომ შევასრულო შენახვის ბრძანება, წინ ბრძანებას დაუწეროთ სიტყვა do და მერე write. როგორც ხედავთ, ეს როდესაც შეცდომას მაძლევდა, იგივე ბრძანება წინ სიტყვით do უკვე შესრულდა. ეს არის ძალიან მოკლე ვიდეო, რომელიც თქვენ მოგამზადებთ იმისთვის, რომ ელემენტარული ბრძანებები შეასრულოთ switch-ზე და ნელ-ნელა შევეჩვიოთ ტერმინალში მუშაობას. დიდი მადლობა.